ჯაყელი, განათლების ექსპერტია ჩვენთან სტუდიაში. ქალბატონ თამარ, მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოკლედ, ცალკე გადაცემას თუ გითმობთ, იმდენი გაქვთ დაწერილი და იმდენი მოსაზრება გაქვთ გამოთქმული, რა პრობლემის წინაშე დგას განათლების სისტემა, ხო? ჩვენთან ქვეყანაში. საკმაოდ ბევრი სტატიები გაქვთ და სწორი აქცენტებით. აი, ვისაუბროთ ბოლო ამბავზე, რეფორმა, რომელიც იწყებს განხორციელებას, ეს შეეხება მე-11-მე-12 კლას ეროვნულ გამოცდებს, რას მოუტანს ეს განათლების სისტემას, ცვლილებები, რომელიც დაანონსა მინისტრმა. კი ბატონო. საერთოდ წერამით ჩემია ვიდრე წერის დაუბარი, მაგრამ მინდა პირველ რიგში დავაზუსტო, რომ რეფორმა მხოლოდ ეს ნაწილი არ იყო, რაც გუშინ განაცხადა მინისტრმა, ანუ სხვა მნიშვნელოვანი ნაწილებიც პარალელურად მიმდინარეობს და ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა დავფიქრებულიყავით ამის გამართულობაზე. ესე იგი, რაც შეეხება გამოცდებს, ცალსახად მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ყველა თვალსაზრისით. რადგანაც რეალურად ჩემთვის აი ეს გამოცდების ეს სისტემა სინამდვილეში ნამდვილ განათლებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეხლა რაკი ზოგად უნარებზე იყო ლაპარაკი, ვიტყვი, რომ სამწუხაროდ მე ძალიან კარგად მესმის თქვენი რა გამოძრავებთ, მაგრამ ნიშნულის დაწევაზე როდესაც ლაპარაკობ, ეს ნიშნულის შენარჩუნება ნამდვილად არ ხდება, იმიტომ რომ ნიშნულის ყოველწლიურად იცვლება იმის მიხედვით, რა ნაკადი მოდის, ანუ შეიძლება დავარდეს, შეიძლება აიწიოს, რეალურად ეს არ არის სასერტიფიკაციო გამოცდა, ეს არის სასელექციო. ანუ უბრალოდ აქ მთავარია მე ვიღაცა სხვას ვაჯობო, მაგრამ მე რა ცოდნა მაქვს, ამას ეს არ ზომავს. გარდა ამისა, თითქოს შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო იმის გამო, რომ ეს ზომავს, რამდენად მზად არის მოსწავლე იმისთვის, რომ გააგრძელოს უმაღლეს ასებაში განათლება, სამწუხაროდ არც ამას არ ზომავს. სულ რომ არაფერი დავასახელოთ, ეს უკმაყოფილება უნივერსიტეტების ამას აჩვენებს, რომ ადამიანებს ეს დაძლეული აქვს, მაგრამ მაინც მიდიან ისეთი ცოდით, რომ ფაქტობრივად სასკოლო მასალის გავლა გვიწევს მათთანო. გარდა ამისა, ეხლა ხან სანამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდებოდეს, რაღაცა კვლევები ჩატარდა, მათ შორის აი პრედიქტული ღირებულება აი ამ გამოცდების მე უშუალოდ ამაში ჩემი კვლევი მე არ ვიყავ უშუალოდ ჩართული, მაგრამ კვლევების ავტორებმა გაგვიზიარეს მონაცემები და აღმოჩნდა, რომ საერთოდ ვერ განსაზღვრავს მას რა ქვია, პროექტულ ღირებულებას განსაკუთრებულად ურანსჩვევები. ანუ არ არის კავშირში იმასთან, თუ მერე რა მიღწევები ექნება იმას აბიტურიენტს შემდეგ, როდესაც ის ხდება. ანუ რითაც შეიძლებოდა მოვხიბლულიყავით, რომ მაინც კარგია რომ იყოს, ეს ფაქტორებიც არ არსებობს. დრას მოგწევს თვითონ დაანონსებული რეფორმა. გასაგებია, რომ ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება, მაგრამ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ყოველთვის არის პრიორიტეტი განათლების სისტემა და ყოველთვის ამბობენ, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგამენ, ხო? დგანან, ხო? ერთ-ერთი მორიგი ეტაპია ახლა. დაანონსდა, რომელსაც ქვია მომავლის რეფორმა. რას მოგცემს, რა ხელშესახები ძურები გვექნება? ანუ თქვენ გლობალურად მეკითხები და არა გამოცდებთან მიმართებით. მინდა აღნიშნო, რომ ეს არ არის ერთ-ერთი ეტაპი. არამედ ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რატომ? იმიტომ რომ იცვლება ხედვა, რომელსაც ეფუძნება ყველა ის ახალი ბერკეტი, რომელიც უნდა ამოქმედდეს სისტემაში. აქამდე ეს ხედვა არის, ასე ვთქვათ, პიროვნებაზე ორიენტირებული ხედვა. ხედვა სუბიექტისა და არა ობიექტისა და რით განსხვავდება ის წინახედვისაგან, რომელსაც დაეფუძნა მაგალითად სქემა მასებლის, აი ეს საგამოსო სისტემა, ეს ხედვა ამბობს, რომ და განწყობის თეორიაც ამას იძახის, რომ ადამიანის შინაგანის განვითარება, გარდაქმნა იმართება არა გარედან, ანუ ეს არ არის ობიექტი, რომელსაც მე გარედან ვმართავ და გამოვიწევ სასურველ ქცევებს, არამედ იმართება შიგნიდან. ანუ უმნიშვნელოვანესი არის რა განზრახვა მაქვს. როდესაც მე გამოცდისთვის ვემზადები მაგალითად, რა არის ჩემი განზრახვა, რომ უბრალოდ ქულა მივიღო, ხო? თუ მე განვითარების განზრახვა, მე მინდა განვითარდე. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია. ეხლა უამრავ ქვეყანაში ვიცით, რომ სულ ყველგან პრობლემაა რეფორმები, ტარდება უამრავი რეფორმა, ბევრგან წარუმატებელი, ჩვენც მათ რიცხვში ვიყავით აქამდე, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც წარმატებული რეფორმა ტარდება.
რა არის ის არსებითი მახასიათებელი, რაც წარმატებულ რეფორმას აქვს? აი ეს ცვლილებები, ესეთი სისტემური ცვლილებების განხორციელებისთვის მამოძრავებელ ძალად იყენებენ მასწავლებელთა შინაგან მოტივაციას, შინაგან ენერგიას და მოსწავლეების შინაგან ენერგიას. ეს ნიშნავს, რომ სისტემაში ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აი ნელ-ნელა მოიმატოს, გაძლიერდეს მასწავლებელთა შინაგან მოტივაცია. თქვენ გააქვთ ესეთი შეფასება გაკეთებული, რომ მთელი სისტემა მოიცვა კრედიტქულების მოპოვებამ, სერტიფიცირების თუ გამოცდების ჩაბარების ისტერიამ სავალალო სტატისტიკური მონაცემები გვაქვს. ანუ რეალურად მართლა საინტერესოა თუ ამოხსენით თქვენი დაკვირვებით მაინც რა არის იმის მთავარი მიზეზი, როდესაც სკოლიდან უკვე უმაღლესში ინაცვლებს აბიტურიენტი, რატომ ვერ აკმაყოფილებს რეპეტიტორის და ზედმეტი დახმარების გარეშე იმ ცოდნას და მოთხოვნებს, რომელსაც მას თხოვს კონკრეტული უნივერსიტეტი. კი ბატონო. ნუ ერთი მიზეზი ის არის, რომ სამწუხაროდ სკოლაში ასე ვთქვათ, ძალიან დაბალი დონეა სწავლების, ამას ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ. და მე პირველად მომეცა იმედი, არ ვიცი დაახლოებით 12 მინისტრი გამოვიცვალე და არასოდეს არ მithქვამს რომ იმედი მომეცა დღეს პირველად ვამბებ. ხო, დიახ. და მეორე ზუსტადაც ეს მაჩვენებელია იმისა, რომ გამოცდა არავითარ სინამდვილეში ისეთი მყარ, დინამიურ, სისტემურ, ორგანიზებულ ცოდნას არ ამოწმებს. ანუ გამოცდა ვერ იქნება რაიმე ღირებული ცოდნის შემოწმებელი. და მით უფრო გამოსაშვები კატის გამოცდები. ანუ აქ არის ჯერ ესეთი ამ იმაში რა ქვია თვითონ ტესტები მოთხოვნა ეს არის სრულიად დაქსაქსული ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცოდნის ნაგლეჯები, რომელსაც ჩვენ ვამოწმებთ და ეს არ არის ცოდნა, რომელიც გარდაქმნის ადამიანს, რომელიც აზროვნებას უვითარებს, რომელიც გონებრივ სტრუქტურებს უვითარებს. ასე ვთქვათ, ეს არის გაუკუღმართებული განათლება ჩემთვის. თუმცა აი ამ ხარვეზე